აღმოგვიბრწყინდა ჩვენ დღესასწაული ყოვლადწმინდის სახელმწულისა. გიორგი ნიკომიდიელი იყო ერთ-ერთი, ვინც ასევე იოანე მარხველი, რომელსაც დიდი როლი მიუძღვის ამ დღესასწაულის დანერგვაში. და გიორგი ნიკომიდიელის ეს ქადაგებები, ეს განმარტებები თვითონ ბევრს შრომობდა, რომ ეს დღესასწაული დადგენილიყო, ეს გვიან დადგენილი დღესასწაული. ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელია, მაგრამ ეს არ არის სახარების თანადროული ამ დღესასწაულის დადგენილება და აი სწორედ ერთ-ერთი ვინც დაადგინა ეს არის გიორგი ნიკომიდიელი. აღმოგვიბრწყინდა ჩვენ დღესასწაული ყოვლადწმინდის ქალწულისაი, რომელიც საცნაურად თავისა მიმართ თვისისა მიიზიდავს გონებათა ჩვენთა. საოცარი პოეტიკა აქვს, აი საოცარი სიტყვებია და კიდევ რიტორიკის რაღაც საოცარი იქ რომ მივალთ მერე გეტყვით. ეხლა ნახეთ რას ამბობს, რა უნდა თქვას. აი ჯერ ეს რომელიც საცნაურად თავისა, შესამეცნებლად, აი ჩვენ რომ მის შესახებ ვიცოდეთ. ესე იგი, ღვთისმშობლის დღესასწაულია, ღვთისმშობელი, რომელსაც უნდა რომ ჩვენ ვიცოდეთ და მიიზიდავს გონებათა ჩვენთა, ამისათვის რომ ჩვენ გავიგოთ და ნახეთ რას წერს. ცვალოს რაი, ზამთარი დუმილისაი, მყუდრო ზაფხულად მეტყველებისა. ხო, ზამთარია, აცივდა. ზამთარშია ხო ეს დღესასწაული ტაძრად მიყვანების და აი ამას უსვამს რაღაცნაირად აი პოეტურად ნახეთ რათა ესე იგი გონებათა ამ ზამთარში ამ სიცივეში იგი მიიზიდავს ჩვენს გონებას რომ შეგვატყობინოს და აი ეს დუმილი ზამთარი ხო დუმილის დრო არის ხო ცივა და რაღაც აი ეს უნდა შეცვალოს მყუდროდ ზაფხულად მეტყველებისა და ეს მყუდრო ზაფხულის მეტყველებას ჩვენ გიორგი ნიკომიდიელთან და იოანე მარხოლთან ერთად აი ვიწყებთ ახლა ამას